საახალწლოდ. არის რა. ისე რა დარჩა ზეგ უკვე ახალი წელია. ირაკლი გახსოვს შაშან ახალწელს მე ანანო ხო თამარი და მარიკა შევიპარეთ შენ და სახლში და შენი კოლექციიდან მაგარი ვისკი მოვიპარეთ და დავლიეთ. მახსოვს როგორ არ მახსოვს? გლაზგოდან ვათრი ეგ ვისკი. ხო და მოგვიყევი რა ირაკლი ჩვენ არაფერი აღარ გვახსოვს. ისე ამბობენ ახალწელს როგორც შეხვდები მთელი წელი ისეთი გექნება. ხო და 12-ის ნახევარზე რო გახვალ სახლიდან. 2 საათამდე არ დამენახო. აუ ირაკლი მე ვარ ძალიან მაგარი მეკვლე. ისეთი მაგარი ფეხი მაქვს ვისო ჯახში შევალ ყველგან მატება ხო? ყველგან მატება სადაც შევალ. გახსოვთ შარშან რიყეზე რომ გიგანტური ხაჭაპური და საცივი გააკეთეს. ნეტა წელს აღარ გააკეთებენ. მე არ ვიცი. არც ყოფილ ვარ და არც ბიჭამია. ძველი ახალწლამდე რო ჭაბე ჩვენთან საცივი და ხაჭაპური აბა არ დაგიგონა საიდან იყო. აბა როგორ ხარ? მოვიდა ჩემი ფოიერბახი. ხახდება? არაფერი ახალწელზე ვაპარაკეთ. ახალწელზე? როდის არის? არის. და მე რა გეგმები გაქვს? რა ვიცი, ისეთი არაფერი ხლა ახალწელს ხვდებით რა. ჩემი ბედი რო ვიცი? ბოლოს მაინც ყველა ჩემთან აღმოჩნდებით სახლში. ამიტომ გამოვიჩენ რა კეთილნებას. ჩემი სურვილით გეპატიჟებით სულ ყველას ჩემთან ახალი წლის შესაძლებლად. საჭმელებს მარიკა გააკეთებს. არა, ვერ გააკეთებს დედამისთან მიდის. თამა ნათვის ხერო გათხოვე შარშან ახალწელს. მე მგონი ისევ თქვენთან არის, ხო? არ ვიცი. რა, ნათვის ხე, ვიცი რა, ჩვენთან არის, მაგრამ გეხვეწები და ირაკლი 14 იანვარს შემოგიტანთ, იცი ძალიან მჭირდება. 14-ში აუცილებლად დაგიბრუნეთ, გეფიცები. არა, უშავს იყოს, მე 8 მარტისთვის მინდოდა. ისეთ რა ვქნათ ახლა? ყველამ გავინაწილოთ, ვინ რაც გავაკეთებ და ეს უფრო ადულად მოხდება. მოდი ხა ესე ვქნათ. ესე იგი, მე თამარი და კეთევანი გავაკეთებთ საჭმელებს. გავაკეთებთ. ხო, ეხა ღვინო. ღვინოს მე მოვიტან რა. სწორია, შენ ღვინო და სანდრო და დათო იყიდიან ნაძვის ხეს, ხო? კარგია. ირაკლი. ბატონო. მე და სანდრო ყიდულობთ ნაძვის ხეს. კარგი აზრია, იყიდეთ. არა, გავგებრობისთვის გავიმეორებ. მე და სანდრო ნაძვის ხეს ვყიდულობთ. უნდა ვიყიდოთ ნაძვის ხე. აი, 100 ლარიანი. წესიერი მაინც იყიდეთ. წესიერი. წავედი მე ხა. დინაცვალი ჩემი არისტოტელე. დაი, დადგა ის ნანატკითხე. ბატონო ირაკლი, შეგიძლიათ დაიწყოთ საახალწლო
სასმელების დეგუსტაცია. ამას ძველი ახალ წელს გამოვიტან. ეს გოგის კაცი ტრხაწითელია. კარგია. ასა. ეს ზეთია. მარტოსო? არა მეყურავ სახალწლო სუფრისთვის სასმელს ვახარისხებ. და შენ რატომ მოხვედი ასე ადრე? დედა შენთან არ უნდა ყოფილიყავი? ისე მართლა როგორ არის დედა? დედა კარგად იყო და წამოვედი. რატომ? აი შენ რო წამალი გამატანი გახსოვს? ხო. აი ეს დავალებული და უცებ უშველა. უშველა? არა და თითქოს წამლის ვალდა სწორად წავიკითხე. ირაკი რატო ხუმრობ ასე? ახალი წელია, ახალი. ნახე შენთან ვინო გავამატანა ახალ წელს დალიოსო. უი, საყვარელი. მომეცი. გევრიელია. ძალიან გევრიელია. ამას ჩვენთვის როგორ გავიმეტებ, მარიკა? დედა შენი რომ მოვა იმას დავალევინე. მეთქვი ასეთი მელად დამიბერდი თქო. მოიცა იქნებ პირველი კლუბი არ წაიღო. დედა რა გადასწარე. დედა სასწაულია. და შენები სათხთებიან ახალ წელს? სახლში რა იყო? მე სადმე ხო არ მიდიან. თითქოს არა, არსად. რატო გეკითხები, იცი? ბოლო 5 წელი ვიცია, მაგათი სადმე სადაც არის. ირაკლი. ალო. ხო ეკა. ეკა. საიდან ეკა? ხო? ვიცოდე უნგრეთში? უნგრეთში რა გინდა? ამსტერდამით არ მოფრინა? ნუ ის არ შეშლია, ხო? რა? მართლა? ნახე როგორ ირაკლი, ეკა რეკავს დღეს აღამოს ჩამოვდივარ და ყველასთვის საახალწლო საჩუქრები მომაქვსო. ხო, რატო წხდებოდი? მოიცადე, ჩემი საჩუქრები, ხო კარგად ჩადე. ხო და ყურადღებით იყავი არ დაგეძინოს. კარგი საღამომდე კოცი. პაკა. ნახე. აი მე რა კაია საჩუქრები, იცი როგორ? შენი საჩუქრები ყველაზე მაგარია. მოიცა რა ერთი რა. გითხარა. მასე არ უთქვამს, მაგრამ უნდოდა რომ ეთქვა. ისე? და აეროპორტიდან აქ მოვა პირდაპირ. მართლა? აბა? კარგია, ეკა რომ მოვა. სხვებიც აქ იქნებიან და ისა, მარიკა, ეკასთვის იცი რა კაი კონიაკი მაქვს? აი, ნახე, გავსიჯავ, ხო არ გაფუჭდა. ირაკლი. ახალ წელს ლონტებიც აქ იქნებიან? ხო, რა იყო? არაფერი დაიწყებენ. ORT-ზე გადართე სტარი პესნია გლავნამს ვუყუროთ. მე კიდე გადის? კარგია, ლონტები რო გამახსენე, მაგათთვის ადესა მაქვს, კარგი. კარგი ახალი წელი გვექნება. ყველანი ერთად ვიკეთებ. ეკა საჩუქრებს დაგვირიგებს. ფერვერკი ხო არ მოვაწყოთ?
რა ფეივერი? ისე ნამცხვარს გამოვაცხობ. ამდენი ხალხი თუ ვიქნებით. ყველა წვალობ ხო იცი რა, არავინ არ ჩავს მე აფშენ გაკეთებულა. ხოდა ძალიანაც კარგი თუ არ ჭამს. ამ ახალ წელსაც გვექნება ნამცხვარი და ძველით ახალ წელს. აი ესე. მე თვალ დათო შეჭამს. დათო სად არის? დათო და სანდრო მე გავაგზავნე ნაძვისხის საყიდლად. მართლა? ხო. რა კარგი. ისე სანდრომ რო ვისკი მაჩუკა, იმის უნდა დავალებინო, მაგრამ ჯერ მე გავსიჯა ყველა. რა კარგია ნაძვისხე და სად დავდგათ? რა? ნაძვისხე. ნაძვისხე დავდგათ იმ ოთახში რა თქმა უნდა. იმ ოთახში. იმ ოთახში დათოა. მაგრამ ახალი წელია, აერჩი ან დათოა ნაძვისხე. კარგია, ბევრი საჩუქრა, მე მაინც გონია რომ ფეერვერკი აუცილებლად უნდა მოვაწყო. რა შემჭამე ამ ფეერვერკით, რა ფეერვერკი? არ ვისროლოთ რამე? ვისროლოთ? მე მყავდა ერთი ტანკისტი პაციენტი. მე უძიმეს მდგომარეობაში იყო. ვაიმე რა მარიკა მოგტებოდი რომ გენახა რა. გამოვაძვრინე. გადავარჩინე და რო გავწერე მითხრა შენ ვინ ყოფილხარო? შეხელებს ვენაცვალე, შენ ვიყო რაც გილდა მთხოვეო. 31-ში მოვიყვან. თავისი ტანკით. რულას გავაყოფინებ აქედან. აი ის შენების აიცხოვრობენ. რულას გავაყოფინებ და დაჭეკავს ერთმანეთს. იქნება ფეივერკი. ისე მაკაცისთვის კარგი თუთის არაყი მაქვს, გავსიჯო ხოლმე. რამეთ მოვიფიქრებთ. კიდე რა მოვიფიქრე იცი? რა? ვინმე ჩვენთაგანი იყოს თოვლის ბაბუა 12 საათზე შემოვიდეს და მოგვილოცოს. მე ვიქნები. შენ იქნები. ხო, მიდი. თოვლის ბაბუის ფორმას ჩავიცვა ხო. და ხურჯის მოვიკიდე. ხო. სადღაც 12-ის 15 წუთზე წავა. და 12 საათზე მოვალ. და კარებს დავაკაკუნებ. აქ ხო ყველა სახში ვიქნებით მაგ დროს. ხო? ხონა? ეს ხო იქნება ეს ლაპარაკი. უი ეს ამოვიდა ეს მოვიდა ახალი წელი გადართე ის ხო იქნება. და ამ ხმაურში ხო შეიძლება თქვენ ხმაურში კაკუნი ვერ გაიგოთ. მე კიდე ვიცი რომ გაკუნებენ და ხმაურს გავიგებ. მე თქვენ რო აქ იქნებით ფუსფუსი რუტრუტი რო იქნება მე გეტყვით სუ კარებზე კაკუნია თქო დავიძრები კარებისკენ ხო და გავაგებ კარებს ეხლა მე ხო დგევარ ხურჯინით ეს ფორმა ხომაცვია კარებს რო გამიღებენ შემოვალ და საჩუქრებს დავარიგებ რამდენი გაგილებია? რა? არა, ვინ გაგიღებს კარებს? კაცო, მე ხო გეტყვით სუ. გავაგებ კარებს. ვინ შემოვა ირაკლი, ვინ შემოვა? მე თოვლის ბაბუა. შენ როგორ შემოხვალ? როგორ შემოვალ? მარიკა კარები ხო ღია იქნება და შემოვალ. ირაკლი. მართალი ხარ. ესე იგი მე და სანდრო შემოვალთ ერთად.
ისე მაგრამ მიხარია თქვენთან ერთად რო ხვდები ახალ წელს. აი, ევროპაში აზრზე არ არიან გართულებს. ლონდონში ხო ვიყავი. ძველი ახალწელს გავედი ქუჩაში კაცის შვილი არ გამოსულა. ვეჭა, შენ არ გიხარია? კი, როგორ არა, ძალიან მიხარია თან. ირაკლიმ 100 ლარი დაგვიტოვა, ნაძვის ხე იყიდეთო. ხო. ეხლა ვიყიდით ნაძვის ხეს. მე წავა ერთვიანი კეიფი არა? მაგრამ რა არის იცი ეკაცო, ეს ძველი წელი ხა ღირსეულად არ გავაცილოთ. ხო. თან 100 ლარი გვაქვს. არა, ძველი წელი უნდა გავაცილოთ, მაგრამ ნაძვის ხე რომ გჭირდება? მართალი ხარ, ნაძვის ხე უფრო მნიშვნელოვანია. არა, ისე რა არის ხა? 100 ლარი ნაძვის ხე, რა ამბავია? რა არის კაც ძველი წელი ვერ გაგიცილებია? ჯეროვნად თუ. ჯეროვნად? ვა, სანდრო. შენ ესე იგი ყველა წელს ვხარ ინგლისში და მე ლონდონში ვსწავლობდი. კეთა. რა მინდა იცი? ბატონო? მიიჩნევთ რამეს? აი ეს ნაძვის ხე მინდა. ეს ნაძვის ხე? ხო, აი ეს ნაძვის ხე რომ უყიდო. და არ იყიდება ეს ნაძვის ხე, ისე უბრალოდ დგას, აქ რომ ხალხმა უყუროს. რა არის იცი? შენ რომელ საათამდე მუშაობ? ეს საათამდე ვმუშაობთ და ხვალ დილით 11-ზე გავიხსნებით. ძალიან კარგი. დღეს 10 საათზე ეს ნაძვის ხე მათხოვე, ხვალ 11 საათზე შემოგიტან ხელ უხლებელს, უნებელს. არა, და თორე რაღაცა უნდა ვიყიდოთ, ხო, ისე ხო არ მივაქვს. რა არის იცი, სანდრო? შენ იცი? ნაძვის ხის და ფიჭვის გარჩევა ერთმანეთისგან. თათო, მე ვარ იურისტი. რაღაცა ისეთი მკითხი, ამ ბოტანიკაში ვერ ვერკვევი. მე ვიცი. იცი როგორ რჩევიან ერთმანეთისგან. ნაძვის ხისა, რომელიც უფრო იაფია. თან ფული დაგვრჩება. მაგარი რამე მოვიფიქრე. რა მოიფიქრე? აი ძალიან მაგარი რაღაცა მოვიფიქრე. რა მოიფიქრე? ნაძვის ხეს მე დავხატავ და ის მივიტანოთ. არა, მოდი მაგას ჯობია. მე რო კაქტუსი მაქვს, ის დავამსგავსოთ ნაძვის ხეს და მივიტანოთ. კარგი და ღლონტები მორთავეთ და მაგრა გავერთობით. არა. მაგას მიგვიხდებიან. ცხოველი. აშო. ანტილოპა. იყენებენ. აჰა. სკა. ვინ გახლიჩა ატომი? მოდი ნათია. ეს 2007-ის მთლიანი და 2006-ის ნახევარი. წელიწად ნახევრის არის? ამაზეა რომ შემჭამა შენმა მთავარმა ექიმმა? მარტო თქვენი განყოფილება დარჩაო? მორიგებმა რა ქნეს, რა მოილაპარაკეს ახალი წლისთვის? რაო და 12 საათს ჩვენ პაციენტებთან პალატებში შეხვდებით და მე საოპერაციოში შევიკრიბოთ. პრინციპში ლოგიკურია. რასერჩი? მოდი რა ხა, ნათია, აი ეს გავაკეთოთ მე და შენ. შენ ეს აი მე ჩემსას შევადარებ რა. მზად ხარ? განყოფილების შემოსავალი. 115,350 ლარი. კი ბატონო. სწორია? სწორია. 2700 ევრო. სწორია? 28,596,000 აზერბაიჯანული მანათი. სწორია? კარგი. ესე იგი ქათამი 42 ცალი.
ქათამი მეტი არისო? გოჭი 15 წალი. კარგია. ბავშვის მონათულად 9 ჯერ. თამადა ქორწილში 11, თამადა ქელეხში 3, თამადა 40-ში 4. ხო. ბანერკა 355 წალი, აქედან 50 წალი წაიღო ეთერი, მიმღებ განყოფილებას დააწერთ. ასე. ღვინო 200 ლიტრი, მეტი არ დამილევია, კაცო? ღვინო მაქსაშოვი. მეოთხე პალატაში წერს გურჯაანელი პაციენტი. კაი ღვინო აქვს მაგას? კი, კაი წითელი ღვინო აქვს. წნევასაც მოგიწესრიგებ. წნევა წელს არ მაწუხებს, სიდედრე არ მოდის. სადვიშოვო ღვინო. აჰა, ლავრენტი ელენთა არ მინდა. გიორგი თირკმელი. სტეფანე ლარინგიტი. ლადო ჭიპა. ეს პრინციპში აღარ მინდა წავშალოთ. ნუგზარი ღვინო. ნუგზა! მე ვარ ირაკლი ექიმი. ნავრის მუშტი რო გაგისკდა მაშინ კარგად ვცნობდი. კარგად ვარ, ოჯახშიც მადლობთ. მამიდა ჩემიც კარგად არის. კი, გესაცვალე, კი. ნუგზა! ეხლა წლის ბოლოს როგორც ყოველთვის პაციენტების ავადმყოფობის ისტორიებს ვეცნობი და შენ გეგმიური გამოკვლევა გიწევს. ახალი წლის მერე გვიან იქნება თან რაღაც მინდა. გვიან იქნება თქო, გვიან. ხო. კარგი ენაცვალე, ხვალ გელოდები. ესე იგი პარემ ზანტაკიც მოვაგვაროთ. ზანტაკი, თურქული 55 კოლოფი. ინდური 65 კოლოფი. კარგი 17 კოლოფი. ქეთევან. ლადო გურგენიძე მოგწონს. ლადო. რა ვიცი, კარგი ბიჭია ხა, მე რა დამიშავა. მაგრამ ჩვენი ნოღაიდელი სულ სხვა, ხო იცი? სულ სხვა. თამარ, მოდი ახლა მომეხმარე, მოდი. მაცალე რა სიმღერაში მეცადინეობს ახალწლოდ. მე რა დრო სიმღერა არა. არა. ცვიმს დამოწ. მასველებს. მე გავყოლები ნაცოდი. დამოწდილი კაცია და უკეთესად მაცხოვრი. თამარ, შეხედე რა ლამაზი სარჟარფებია საახალწლოდ. აი ეს უფრო ელეგანტურია, ეს მე მომიხდება და ეს შენ. ანანო იქნება. მოდი, მოდი, შემოდი, ოჩა. რა ლამაზი ჩარფი გიგეთია. კაკაგიჟა ქეთევა. კარგით ახლა მოდით დავინაწილოთ ყველა საქმეები. ხო. ქეთევან, შენ ნაძვის ხეს აწყობ. აჰა.
მე ნამცხრებს დავაცხობ, მომეხმარები? ხო, ესე იგი აიღე 10 კვერცხი, 1 კილოგრამი ფქვილი, 200 გრამი კარაქი, შოკოლადი მიასხმოასხი და ეგაა. ვანილი გააქვთ? ქეთევან. ჰა. გადი რა ჩხეიძეებთან ვანილი გამო. მეზარება რა, მიდი შენ გადი რა. მეც მეზარება. ნახე მანდ იქნება უჯრაში სადმე. თამარ ვერ ვახებ უჯრას. მე შემჭამა. რას ვერ ახებ? რა იცოდია? ის კი არა. ანანო! ხო. ანანო, მოდი რა გეხვეწები, კიბეს ნუ შემომატანინებ, შენ მაღალი ხარ. თოვლის ბაბუა ჩამოვიღე რა. ნელა, მაღალი ხარ, ნელა ანანო. ნელა, ჩემი თოვლის ბაბუა, იმეს ჩემი. მოდი, ნელა. ის მაღალი ხარ და ბაჟესთვის ჯამი ჩამომიღე რა. ანანო! ეხლა მე დროზე რა, ანანო, ძალიან მეჩქარება. მოიცა ეს აქ ესე მივა. ანანო, გეხვეწები რა, მაღალი ხარ და აი წვიმები ჩამომიღე, წვიმები. მოდი, ნელა, ხო, კარგი გოგო ხარ, მადლობა, ანანო. მადლობა, ეს. ანანო, რა არის ეს? რამხელა ყვავილებიან ჩამომიღე. ეს იქნება, ეს კაპაკეტი. ანანო! მოდი, ანანო, გეხვეწები რა. ანანო, შეხედე, ეხლა ეს სათამაშოებია, ნელა, ნელა, გეხვეწები, მოდი. აი, ეს კარგი გოგო ხარ, დიდი მადლობა, ანანო. რა საყვარელი ხარ. აი, მე ჩემი სათამაშოები. ანანო, ეხლა შეხედე, აი, უკან იქნება ბამბა, რომ თოვლის ბაბუას და ნაძვის ხეს შემოუწყო. უკან, თხილა და გეხვეწებიან. არ გავაფუჭო, ანანო. ნელა, მამა ნახე, ამაში. ეს რა თვიდა კაცო, ეს არის პესოს ნაწილები. რა თვიდა პესო, გამაგებინე თამარ, შენ მოიყვა, თაფერ გამიგები დამიბარა ესა. რას დამიბარა? შენ გამიგები ეს საკმელი. ახლა შემილია წლება ამივარ დაუბრუნა. აი, შეგიძლია გააფუჭა. აბა დააგდეს, აბა რა თვიდა წლება, გოსინაკი გააკეთე შეკიდე. ანანო, დაამტრიე ნიგოზი. მე რა იყო, მაღალი ხარ. მე კი დავამკრე, მაგრამ ცოტა არ გოყოფას. რას მიდგეხარ, მე მიდი ჩხეიძეებთან და გამოართი, ცოტა თაფლიც გამოაყორე. აი მე ანანო გეხვეწები რა უნდა ტილი გამომიღე მაგაცება მაგ საიქ არის მით გამოახ აი მე გამისკრა ხელი ეს არის ქეთევან შეხედე შენ ვეღარ ლიკა ალახაძეს ჩიჩილაკი უკიდია ჩიჩილაკია დამაცადა მომაძრე რა ამბავია მიდი სათამაშოები დაამაგრე მომეცდე დამის ჩიჩილაკი ვაიმე რა ჩიჩილაკიო რა მარცხილობა რა გიკვრის თამარ არც ჩიჩილაკია ისეთივე მარცხილობა ვაიმე რა ლამაზია ორასო ყველა ციმციმებენ ნახე არა კარგად ციმციმებენ მაგრამ ბევრს წავს ვაიმე აი ამასავა მაგრამ მოიცა ნაძვის ხეს ვარსკვლავს მე გავუკეთებ გამოდი აი მაღალი ხარ აი კუპრო მოუხდება აი ასე ჰოპ აი მე რა მოხდა რა ვაიმე რა მაგარია გათხდა ბედნიერების ნიშანია ანანო ეგ ბედნიერება 15 ლარი ღირდა გამოდი რა გამატარე რა ნერვები გამოდი გამაგებინე ბედნიერებაზე გამახსენდა ის შენი მეგობარი რომ არის თანამშრომელი მაღალი ისეთი სიმპათიური ჭრელთვალება რა ქვია ბატო ხო გეხვეწები უთხარი რა ჩვენთან მეკვლედ მოვიდეს აღარ მეკვლედ ბედობაზე მოვიდეს ბედობაზე არა შობაზე მოვიდეს და სულ დარჩეს სულ და ხო აი ერთი წუთი რა გოგოება აი დათომილე კაცგობება არა ხა ქეთევან ჩადი რა მაღაზიაში და ეს ბენგალური სანთლები ამოიტანე თორე შაშაროს ვარკის ელექტროდებს წაუკიდე ცეცხლ ლამპს არ ავწევ როდის ვაიმე რა ვიცი ხომ მოვიფიქრებ რამეს რა
დაიჭირე. ყველა მარტო დათო და სანდრო. თამარ დაგასტარი ციხეზე შესაგზავ ფულს მე ვაგროვებ. გავაკეთე. მოიცა. დაჯექი არიან შენ არიან. ალო. გამარჯობა. კახუნა. მე ვარ. თამარ ღლონტი. ხო, ის. მოგეწონა კატლეტები. მაშინ რაღაც უნდა გთხოვო. ისე როგორ დაგვიჭირეს? აბა. აბა რა იქნებოდა, რომ ეცი სხვის ნაძვის ხეს ცულით დამოჭერი? მოიც ჩვენ რა ვიცოდით რომ სხვისი იყო? პრინციპ საიდან გეწოდინებოდათ ახლა სასტუმროში მორთული ნაძვის ხე? აი რა მოგაფიქრებინათ ნაძვის ხის მოპარვა ამიხსენეთ, ნუ. აი სად გქონდათ ტვინი, როდესაც ამ ნაძვის ხეს იპარავდით? ცოტა მაღალი მაინც მოგეპაროს თუ მოპარვა იყო. ისე ბედი ჩვენი რომ ანანო თამართან იყო ერთად. აბა. ბედი თქვენი რომ ჯადოსნური ღიმილი და თავბრუ დამხვევი გამოხედვა. არა ისე მართლა თამარა მაგარი ხარ. ისე რა უთხარი ასეთი რომ მოხვედით თუ არა ეგრევე გამოგვიშვეს და თან ნაძვის ხეს გამოგვატანეს. შევთანხმდით რომ გამოგიშვებდათ თქვენ სამაგიეროდ მე აღარ მივიდოდი განყოფილებაში. მაგრამ ის კი არ იცის ახლა აქ რომ გამოვიძახებ. რაღაცა კაი ნაძვის ხეა, აჰა. შეიძლება თავისი ხო არ დაუბრუნო და ეს ჩემთან შევიტანო. ტროიკას მოუხდება, ჰა, ვითო? წამწამოსამ. ისე ეს პური რო კამერაში მოგვიტანე რა გვინდოდა? თამარის გეგმა თუ არ გაამართლებდა? ამ პორს გატეხავდით? ციხიდან გამოიქცეოდით? თერაპი უკანა დადეხობა ზაცხოვრებისენა ფევარაზე მეტი მოიცა დათო სად მიაკიდე ქვემოთ ცოტა რა არის. აი მე დათო ნახე რა ლამაზია ჩამოკიდე რა ესეც. თამარ ცოტა წრულად დაჭერი. შენ მასწავლი ახლა ძალიან კარგად ჭრი. აუ რა მაგარია რა ეკამაღამ რო ჩამოდის. აუ ისე მენატრება, ისე ჩავეხუტები დავახრჩო. ანანო მომიხვინე ეს შენ როგორც გინდა ისე ჩაეხუტე სამაგიეროდ საჩუქრების ჩემოდანს პირველი მე ვკიდე ხელს. რა იყო? არაფერი. არა ისე რა იცით რომ მაინდა-მაინც დღეს ჩამოდის ამ კვირაში უკვე სამჯერ უნდა ჩამოსულიყო. ამისთვის ორი მიზეზი მაქვს. პირველი დამე სიზმრა. და მეორე დარეკა და მითხრა დღეს საღამოს მოფრინავო. აღარ მინდა რა დავიღალე რა ლოდინით შევწუხდი. მოდით 09-ში დავრეკავ და გავარკვევ. მოიცა? ალო გამარჯობა. გაელოდეთ. უთხარი რომ ორი კვირაა ველოდებით თქვა. ორი კვირაა ველოდებით ქალბატონო და ბუდაპეშტი თბილისი როდის უნდა ჩამოფრინდეს? მადლობა თქვენ. კაი. რა ვანანო? ახალი საათის წინ ჩამოფრინდა. უკვე ბარგი დარიგებული ექნება. ჩემოდანს მევხსნი. მომისმინე ერთი წამით. მოდი შენ გახსენი ჩემოდანი და საჩუქრებს პირველი მე ამოვიდე. ოკ. მა. ეკა იქნება,
მე გავაღებ კარს. ვა. ეგარი. სასტიკად მეჩქარება, რაღაც გამომატარეს უნდა გადავცე. მოდი რა შემოდანი აქ იყოს, მე დავბრუნდები და საჩუქრებს მე დაგირიგებთ. გავიქცე. კარგი. კარგად. როდის მოვა ახლა? ნაცხრაზე რა დავრეკო. რამ დაგაშტერათ ხალხო? ჰა? რა მოგივიდათ? ხელი. ამ ჩემოდას უიმე რამდენი რაღაცაში. ასე ამ ჩემოდანს დავდებ. აი აქ. მოვა ის ადამიანი, გახსნის თავის ხელით და დაგირიგებთ ყველას თქვენ საჩუქრებს. რა მოგივიდათ? როგორ იქცევით? რაც ბავშვები ხო არ? ძალიან გხოთ, ეხლა ყველა დაუბრუნდა თავის საქმიანობას. ახალი წელი მოდის. აბა, საქმე. აი, აღარ შემიძლია რა. თუდათ ავარ. ანანო, წყალი. მარიკა, მიდი რა წყალი მოუტანსო. ისე მე რატო უნდა მოუტანო? აი, დათო და მოუტანოს. მე მეშვეში ვარ, ყავს და დამოუტანო. კი, აბა გეგონოს, მარტო არ წავალ, თქვენ წამოდით. ერთად მოვუტანოთ წყალი, წამოდით, ეხლა მე მარტო არ გამიშვათ, წამოდით. წამოდით, გამოდით რა, რამე მიშვერეთ. ელოდებით. ერთი წუთით. მე აღარ ვარ, სუდა ფიქსი რა. იგი უკეთესად გახდები, ამას თუ გავხსნი, ხო მე მგონი? რაღაცა უცებს. რას გახსნი მარიკა? არა, რას გახსნი? რატომ აჩხუბებ? რა წესია ეს სხვისი ჩემოდნის გახსნა? აბა. ხმა, იქნებ ისეთი რამე უდევს იმ ადამიანს, იქ რო არ უნდა რომ ნახოს სხვამ. იქნებ ისეთი რამე უდევს რომ არ უნდა ნახოს სხვამ? ერთი წამით მე ჯერ მე მოიცა. აი ნახე, აი მე როგორ გიხდება მშვიდობაში. აი ძალიან აი დიდია, შენ ჩამოგიტანე ერთევან ხო? აუ ეს მეც დიდი მაქვს, შენია თამარ. თამარ, დიდი მოიცა. ანანო, მაღალი ხარ შენია. ჩემია? არა, ფართოა. მშვიდობაში. ირაკლი, შეთვიჩა. მე ჩამომიტანა, ხო, მე, მარიკა? ხო. იმ მაღაზიაში ჩექმების გარდა სხვა სათამაშო ნაძვის აი მე ეს რა? არ ვიცი, მოიცადე დიდი ეს აი მე ანანო, შენთვის ჩამოუტანია. ვაი მე რა მაგარია. რა არის? და რა უნდა იყოს ნეტა? ეგ არის მე გეტყვი. აუ! ნახე რა 7 ერთნაირი მაიკა. ამა. აი ვაი მე რა საყვარელია, ეკა ჩვენ ხო 7-ნი ვართ, რა საყვარელი. ძალიან საყვარელია ეკა, მომეცი აქ, მომეცი. მომეცი, იცის რომ რეცხვა მეზარება 7-ვე მე ჩამომეტანა რომ ყოველდღე ახალ ჩავსვა. აი ესეც მე ჩამომიტანა რომ იცოდეთ ის. ვაი მე ეს რა არის?
ეს არის ჩემი. შვიდობაში. ოუ, რა ჯინგაზია. ამასაც მოვისინჯავ. ამერიკული პირველი. ნახეთ რა, ნახეთ რა, ლამაზი ყავის ჭიქები ჩამომიტანა. ნახეთ? ვაიმე მარიკა, რა ლამაზი ყავის ჭიქებია. იცი მარიკა, დღეს თამარს თანამშრომლები მოსდის სახლში სტუმრად და ყავის ჭიქები არ გვაქვს, რომ გათხოვე, ისინი სულ ყველა გატყდა და ძალიან დიდი მადლობა მარიკა. მადლობა მარიკა. მარიკა. იცი რა მაინტერესებს? ეკა მე იმ კაბის გარდა მეტი არაფერი ჩავიტანა. აი მოდი. მოდი აბა. ეს პატარა, ეს. ჩამოგიტანა, აი ეს ჩემოდანი ჩამოგიტანა შენ ირაკლი თლიანად. მადლობა. ხო. გააღეთ რა. ვისაც საჩუქარი ჩამოუტანა იმან გაუღოს. მოვდივარ! გადი დავკეთო რა. მომეცი ახლა. მომეცი მეთქი. რაცა ძალიან მომეცი. მაგარია. გაუღე. გელოდებით ახლა დრო. გაუღე ვეფარები. ასე ფარები შეტარით ბოლომდე. ეკა. აი მე სად არის ჩემოდანი? აი მე წარმოგიდგენია როგორ შემეშალა, სხვისი წამა მეღია. არა, შავზე გახდება ხოლმე. არა, როგორ ამერია არც კი ვიცი, ვერც კი მივხვდი. კიდევ კარგი არ გახსენი. სად არის ფუში? რაჭი? კაცი. ხო, დაემართო. ჯერა მაგრამ მიხდება. ყველაფერი მომთავრებულია. ერთადერთი რაც ამ წელს უნდა დავამთავრო არის ის დაწყებული ოხერი კროსფორდი რა. დედაქალაქი. კუალა ლუმპური. ბარსელონას ფეხბურთელი ვის ეთამაშებით, ბიჭო? ვინ გახლიჩა ატომი? გოგი, მე ვარ. როგორ ხარ? გოგი, რაზე გაწუხებს ახლა არ გაგიკვირდეს? ხო. გოგი, ატომი ვინ გახლიჩა ხო არ იცი? მან დარავინ არ იცის? არა, ვიფიქრე, ან ექნებმა, სანიტრებმა ხო არ იციან თქო. და მაგან არ იცის თვითონ? უი. კაი, მაშინ რო გამოვა ნარკოზიდან კითხე. ხო. კარგი გოგი. კარგი, გოგი, ეს ერთი დამჩა, შენ შემოგევლე, ვალით ნუ გადამიყვან ახალ წელს რა. კარგი. ესეც ატომი. დიახ. უკაცრავად, გამარჯობათ. მე თქვენს გვერდზე კაბინეტში ვარ დაბარებული ბატონლადოსთან. არ დავხვდა და ხომ არ იცით რამდენ ხანში იქნება?
ეს თქვენ ხართ. იცი რა შეა საქმე გადაცვალე. ბატონ ლადო იყო ჩემთან შემოსული და მითხარ 15 წუთით გავალო. ჩემთან ფეხბურთზე მეგონა უნდა მოვიდესო და ცოტა ხანი თუ შეიძლება შენთან დამელოდოსო. მოდი გინაცვალე. მოდი. მოდი, მეხურე კარები. დაბძანდი? დაველოდოთ ბატონ ლადოს. თქვენ სახელი? ნატა. ნატა. ატომი ვინ გახლიჩა? მე ბატონ ლადოსთან ვარ დაბარებული. როდის ელოდებით? 7 კვირაში. 7 კვირაში დედა რა კარგია. ბიჭია თუ გოგო? იცი ჯერ არ ვიცი. დარც მინდა წინასწარ ვიცოდე. პრინციპში სადღაც მართალი ბრძანდები, გეთანხმებით. არა, მე უბრალოდ კითხე, თუ ბიჭი იქნება თქო, არაჩვეულებრივი სახელია ირაკლი. კი. არაჩვეულებრივი ხომ მოგწონს? სანდრო შვენი. პრინციპში თუ კარგად ისწავლა, არ არის ცუდი სახელი, ხო? დათო არა, დათო არა. ალბათ როგორ უხარია ბავშვის მამას? არ იცის? რატომ? და ღირსიც არა რომ იცოდეს. იცით რამდენიმე თვეა უკვე რაც გავშორდი. სხვა ცოლი მოიყვანა? არა მაგას ვინ გაყვებოდა. ერთი მე მოვტყუდი. 1-2 წელი მაცადე, გავყიდი ნახატებს, ავაწყოთ. ატომი ვიგახლიჩა კი არა და დათო ხო არ ქვია? კი? საიდან იცით იცნობ? არა. ამის სახელი საიდან? ზებედაშვილია ხო? არა, ალექსიძე. აი ხო, აი არ ვიცნობ. ალექსიძე. და საცხოვრობს თქვენი ყოფილი მეუღლე? ეხლა ცხოვრობს თავის ბიძაშვილთან და მის ქმართან ერთად. იცით ძალიან მეწოდება ის ხალხი. გმადლობ. არაფერი, უბრალოდ ვიფიქრე, სახელი გამახსენე? ნატა, ატომი ვიგახლიჩა კი არა და ვიფიქრე, ხო არ შეურიგდება თქო, იცი რა გედაცვალე, მარტო გაგიჭირდება ბავშვის გაზრდა. არა, დამიჯერეთ მასთან ერთად უფრო გამიჭირდება. მართალია ეს გოგო რასერჩი. ბატონ ლადოს კიდე დიდხანს დააგვიანდება. ვის? ბატონ ლადოს. ესა. ნატა ხო? ნატა. გაგაწვალებს ლადო. არაჩვეულებრივი სპეციალისტია, მაგრამ აი უყარს ეს დაგვიანებები, არმოსულები და ასე დარჩენილ 7 კვირას გაატარებს სულ კორიდორებში და სხვის კაბინეტებში და ჩვენ ასე მოვიქცეთ. ლადოსთან მე მოვაგვარებ ყველაფერს. შენ ახლა ჩადი გენაცვალოს ირაკლი მე-6 სართულზე. მე-6-ზე იკითხე ქალბატონი ეთერი. არაჩვეულებრივი სპეციალისტია. ჩემი სახელით მიხვალ, ეტყვი რომ ირაკლი შეიძის ახლობელი ვარ თუ ახლობელი ხარ, აბა რა გამოდიხარ. ხოდა ამას რო ეტყვი, უმაღლეს დონეზე დაგხვდება. შობიარობას მოკლედ კარგად დაგხვდება. კარგით, მადლობ. ერთი წუთი. დიახ. აი, ვიფიქრე და რა მომაფიქრდა. აი, მეც წამოვალ შენთან ერთად. აბა, ქალბატონი ეთერის მეუღლე ბატონი ლონგინოზი ფიზიკოსია. და ნამდვილად ეცოდინება ვინ გახლიჩა ატომი. და თან სახელი გამახსენე? ნატა. თან ნატა გზაში აუცილებლად უნდა მომიყვე, როგორ აიძულე შენი ყოფილი ქმარი სახლიდან წასულიყო.